ილია ამ წონაში იმისთვის ამოვიდა, რომ ისლამი გამოეწვია. ისლამმა საჯაროდ თქვა უარი ამ ბრძოლაზე და 70-ში ავიდა. სხვათა ეს განცხადება ისლამთან ურთიერთობის ფასად დამიჯდა. არ მახსენდება ეს ამბავი თუნდაც ოდესმე მეფეს. ისლამს არ მოსწონს, რომ ამ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს განცხადება 100% შეესაბამება იმას, რაც რეალურად მოხდა. ისლამი 155 ფუნტის ჩემპიონი იყო. მაშინ ის უკვე 170-ში ასვლას ფიქრობდა. მაგრამ ეს არ გააკეთა. ხოლო ილიამ კამარი დატოვა და ამ წონაში ამოვიდა. მან არც იცოდა, რომ ისლამი წასვლას აპირებდა. აბსოლუტურად დარწმუნებული იყო იმაში, რომ უნდა შეხვედროდა და დაემარცხებინა ისლამი. და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ილია ცდილობდა. სოციალურ ქსელებშიც მაქსიმალურად აქტიურობდა. ყველაფერი გააკეთა. ისლამს ისე მიაწვა, რომ ჰაბიბიც კი აიძულა პასუხი გაეცა. ჰაბიბმა კი თქვა, ჩვენ მასთან ბრძოლას არ ვაპირებ, რადგან ის 155-ის მებრძოლი არ არის. მან ჯერ რაღაც უნდა გააკეთოს. ვინმეს ვინც რეიტინგში აიჭუბეს. და მე არ არის პრობლემა, მაგრამ ახლა შენ რეიტინგში არ ხარო. ეს იყო მათი პოზიცია. მაგრამ თუ სხვა არაფერი გვაქვს, თუ ეს ბიჭები ერთმანეთს არადროს შეხვდებიან, ჩვენ მოგვიწევს იმ ფაქტთან დაბრუნება, რომ ერთმა სცადა ამის გაკეთება. მზად იყო და თქვა, შემიძლია დაგამარცხო. მეორემ კი თქვა, არ ვაპირებ შენთან ბრძოლას.